მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ეს ბლოგი მიეძღვნება ფეხბურთს, თუმცა არა მარტო ფეხბურთს, რადგან ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთში ისე არის არეულდარეული, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. დღევანდელ რეალობაში სიმართლე გითხრათ, ესეა და როგორც ჩვენ ვნახეთ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ისეთი ფუნდამენტალური, ესე რომ ვთქვათ, პრინციპი ფეხბურთის, რაც აქსიომა არის, როდესაც წითელ ბარათს ღებულობს ფეხბურთელი, ის ავტომატურად ტოვებს მომდევნო შეხვედრას, ამერიკელების შემთხვევაში ეს ასე არ მუშაობს და ტრამპის ჩარევის შედეგად გაუქმებული იქნა წითელი ბარათი ამერიკელი ფეხბურთელის მიმართ. მოკლედ, ის თუ რა უსამართლობები ხდება სპორტში არ ახალი არის ნამდვილად, მაგრამ დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო გადაცემა, რომელიც ნაკლებად გავიდა სხვათა შორის ქართულ ტელესივრცეში, თუმცა ინტერნეტ სივრცეში არ დევს, აძებნება ძალიან საყვარელი და ძალიან განათლებული ქართველი ფეხბურთელის გიორგი გველესიანის ინტერვიუ არის რუსთავიორზე და მინდა ყველა ფეხბურთის მოყვარულმა თუ არა მარტო ფეხბურთის მოყვარულმა ზოგადად ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გაიგებთ, უყუროთ ამ ბლოგს და კიდევ ერთხელ შეაფასოთ თქვენი თვალით ის უსამართლობა, რომელიც უსამართლობაც საერთოდ გვინვარებს სოფლიოში, რომელიც ეხება შეერთებულ შტატებს, შიგ ევროპას, ირანს და ესე შემდეგ რა. ძალიან საინტერესო გადაცემა არის და თუ მოусმენთ ბოლომდე ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ, რასაც სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ გაჩვენებენ და არ ილაპარაკებენ ამაზე საქართველოში სოროსული მედიები. სიმართლე გითხრათ, მე პირადად ძალიან მიყვირს, რომ ეს გადაცემა საერთოდ გავიდა საქართველოს არხზე, მაგრამ ეთყობა გიორგის ფენომენი ვერ გაითვალისწინეს. თუმცა არც იმ ჟურნალისტს არ ვერჩი არაფერს, ძალიან კარგი გადაცემა იყო, მაგრამ აი თვითონ არხის რედაქციამ და პოლიტიკამ, რომელიც თავიდან ბოლომდე სოროსელების კონტროლირებადი არის, ამიტომაც ალბათ არ არის ის ინტერნეტში გავრცელებული. მოკლედ, დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ, საინტერესო გადაცემა არის და სასიამოვნო სეანს გისურვებთ. გამარჯობა, მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებლებს, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და რასაკვირველია საფეხბურთო საღამო გრძელდება ჩვენს ეთერში და ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოს, ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე წუთის წინ დასრულებული შეხვედრა ნორვეგიისა და კოდივარის ნაკრებთან მონაწილეობით და ჩვენი გადაცემის დასრულების თანავე დაახლოებით 1 საათში დაიწყება ძალიან მაგარი თამაში უკვე ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრების მონაწილეობით. მე აქვე დავაანონსებ, რომ ძალიან მაგარი სტუმარი გვეყოლება დღეს გადაცემაში, ფეხბურთელი გიორგი გველესიანი იქნება ჩემი გადაცემის სტუმარი და ვისაუბრებთ გიორგისთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე, თუმცა რასაკვირველია თითოეულმა თქვენგანმა იცით, რომ გიორგი წლების მანძილზე თამაშობდა ირანის ჩემპიონატში და შესაბამისად აქცენტს გავაკეთებთ ირანის ნაკრების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. თუმცა ვიდრე დავიწყებდე მასთან საუბარს, სოფლიო ჩემპიონატი მნიშვნელოვანია, მაგრამ თითოეული ქართველისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, როდესაც ამ ქვეყნის წარმომადგენელი და ამ ქვეყნის დროშის ქვეშ მოასპარეზე სპორტსმენი აღწევს დიდ წარმატებას ძალიან მასშტაბურ და დიდ ღონისძიებაზე. ასეთი არის დღეისათვის ჩვენთვის უიმბლდონი, რომლის ძირითადი ბადის პირველი შეხვედრა მოიგო მარიამ ბოლქვაძემ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა მისთვის და რასაკვირველია პირველ რიგში მას და მის გულშემატკივარს ულოცავ ამ წარმატებას, ამ გამარჯვებას და უსურვებ მაქსიმალურად წინ სვლას აი ამ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე. ახლა კი დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. გიორგი, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გაგვიმართლა რომ საქართველოში იმყოფები, თბილისში ხარ და მადლობა რომ ასე გვიან ღამით ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველი რაც მინდა კითხო, მაინტერესებს შენი მოსაზრება ზოგადად სოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც შემოგთავაზა FIFA-მ
ამ სოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ აზრები იყოფა და უმთავრესი 48 გუნდი. რამდენად მოგწონს, რამდენად მისაღებია შენთვის ეს ფორმატი. მოგესალმები ლაშა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მინდა პირდაპირ გიპასუხო, რომ არ მომწონს და რა თქმა უნდა მაქვს ჩემი მიზეზები, რატო არ მომწონს. ალბათ გამოვტოვებ პირველ ეტაპს უკვე გამოვტოვებ პრინციპში და ამიერიდან ჩავერთვები სოფლიო ჩემპიონატზე. გულისხმობ, რომ ეს 48 გუნდიანი ჩემპიონატი ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო. ის მოგონებები, რაც მე სოფლიო ჩემპიონატთან მაკავშირებს, გულისხმობ ჩემ ბავშვობას, აბსოლუტურად განსხვავდება ის ენერგია, ის ვაიბი, რაც ახლა მოდის ამ სოფლიო ჩემპიონატთან. 24 გუნდიანს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რაც იყო, ხო, 16 ფინალის გარეშე, გაცილებით უფრო დაძაბული თამაშები, ნაკლები ვარიანტი იმისა, რომ სუსტი გუნდები მოხვედრილი იყვნენ და ეს ბუნებრივია კიდევ უფრო ამძაფრებდა ინტერესს სოფლიო ჩემპიონატის მიმართ. რა თქმა უნდა, არსებობს ხალხი, რომლებმაც პირველად აღმოაჩინეს ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ამ სოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ესეთი ემოცემულობა და ჩემი მხრიდან როგორც ფეხბურთელის მხრიდან ამის კრიტიკა ზედმეტად არ ივარგებს, მაგრამ მე მაინც გულწრფელად ვამბობ, ჩემს პოზიციას არ მომწონს, მაგრამ მოდი ვცეთ პატივი მათ ფორმატს. კი ბატონო, იყოს ასე ვცეთ პატივი, მაშინ შენ ისეთ ქვეყანაში თამაშობდი წლების მანძილზე, სადაც ძალიან ტემპერატურის კუთხით საკმაოდ სიცხეები იცის, ხო? წყლის პაუზა, ამაზეც კითხავ და მე გადავიდეთ უკვე რამდენად მისაღებია შენ. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში როგორც გულშემატკივრისთვის მიუღებელია, იმიტომ რომ გაგანია თამაში, როდესაც მით უმეტეს სწრაფი ტემპია, ორმხრივი შეტევებში მიდის და სამწუთიან პაუზას მაკეთებინებ, ცოტა არ იყოს მიუღებელი. მეც გეთახმები, მიუღებელია, დინამიკა იკარგება სრულიად. ირანში მე მითამაშია 55 გრადუსში. ეს 55 გრადუსი ალბათ ზოგ წარმოუდგენელი გონია და მეც წარმოუდგენელი მეგონა პირველად. ეს იყო ჩემთვის შოკი ნამდვილი, მაგრამ ნელ-ნელა მე მივეჩვი ეს. მათ ჰქონდათ პაუზები გიორგი ბოდიშზე გაწყვეტილი? კი, ჰქონდათ პაუზები, მაგრამ სრულიად ლოგიკურია, რომ ჰქონდათ პაუზები. მსგავს სიცხეში აუტანელია, მაგრამ მე როგორც შენ გკითხე გადაცემაში შემოსვლამდე, შენ ამიხსენი მე რომ არ არის ისეთი არა, 35 გრადუსს არ აღემატება. ხშირ შემთხვევაში, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მზეში, უშუალოდ მზეში ქუჩებში ადის ტემპერატურა გარკვეულ ზღვრამდე, მაგრამ სათამაშო პერიოდში, სათამაშო დროებში 35 გრადუსს ძალიან იშვიათად ხდება. მე მესმის მაყურებლის შენი როგორც მაყურებლის პოზიცია და გარკვეულწილად ვიზიარებ. თუმცა აღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბურთის სწრაფად შეყვანა თამაში და რაღაც დეტალები გაუმჯობესებულია და აკომპენსირებს. კი ბატონო, გეთახმები, ამ შემთხვევაში ეს მეც მომწონს ძალიან, როდესაც საჯი უწყებს დათვლას, ანუ დროის გაყვანის საშუალებას ფეხბურთელებს არ აძლევს და ეგ თავისთავად ცხადია, რომ დინამიკას მატებს. კარგი, ახლა მინდა გადავიდე იმ თემაზე, რაზეც ჩვენ საუბრობდით გადაცემის წინ, იმიტომ რომ შენი აზრით ჩემთვის ძალიან წონადია, ძალიან საინტერესოა გამომდინარე იქიდან, რომ მე ეჭვება დღეს საქართველოში არსებობს ადამიანი, ვისაც ირანულ ფეხბურთთან ისეთი შეხება ჰქონდეს, როგორც შენ. მე არ დავმალავ დღესაც ვიტყვი რამდენიმე გადაცემაში, ხაზი გაუსვი იმას, არ ვარ ირანის ნაკრების გულშემატკივარი, მაგრამ დამაწყებინეს ირანის ნაკრების გულშემატკივრობა თქო და ეს გამომდინარეობდა ამ ნაკრების ირგვლივ არსებული ვითარებიდან. მე არ ვიცი შენ დამეთანხმები თუ არა, თუმცა ვიცი რომ ნაკრებში 80% შენი მეგობარი თამაშობს. შესაბამისად მე ვერ ვიქნები გულგრილი ამ ნაკრებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მართლაც ჩემი მეგობრები არიან და საკმაოდ ახლო მეგობრებიც. ხშირად გვსმენია ჩვენ რომ პოლიტიკა და სპორტი უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან თუ გამიჯნული ერთმანეთისგან, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან ინფანტილური ადამიანების შეფასება ერთი მხრივ და მეორე მხრივ ალბათ იმ ადამიანების შეფასება, რომლებსაც სურთ რომ ეს ფაქტორი ფარად გამოიყენონ და პასუხისმგებლობიდან განთავისუფლდნენ. რაც მოხდა ირანის ნაკრების თავს ამ სოფლიო ჩემპიონატზე, ეს დაიწყო ზუსტად იმ ომის პროცესში, როცა ჩემპიონატი შეწყდა და ირანის ნაკრები დაკომპლექტებული არის საკმაოდ დიდი მოცულობა ფეხბურთელებით, რომლებიც თამაშობენ ირანულ ჩემპიონატში. ისინი 4 თვის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ იღებდნენ თამაში მონაწილეობას, იყვნენ ინდივიდუალური მომზადების იმედად, ნაკრები შეიკრიბა, ნაკრებს ჰქონდა დაგეგმილი სხვადასხვა მხანაგური შეხვედრები, რომლებიც გაუქმდა გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი თამაშობდნენ ერთმანეთში. მათ ჰქონდათ ლოგისტიკური კოშმარი, სრული აბსურდის თეატრი, აი კავკასიური ბიუროკრატია, რომელიც
არ ვიცი, რითი აიხსნება, მაგალითად თურქეთში მგზავრობა, ვიზის სასაღებად ვიზების არასრულფასოვანი გაცემა, ფედერაციის პრეზიდენტი ჩადის კანადაში ვიზით, არ ჩადის ამერიკაში, ჩადის კანადაში კიდევ ერთხელ ხასუსმამ, საიდანაც ადეპორტებენ როგორც კეთროვანს და ზოგადად ირანის ნაკრებთან მიმართებაში ის რომ ბაზირება მოხდა არა ამერიკაში, არამედ მოხდა მექსიკაში, ტიხუანაში და ჩადიოდნენ თამაშზე, საიდანაც უმალვე უნდა დაბრუნებული იყვნენ, ხანდახან ბიჭები ხუმრობენ ხოლმე, როგორც გახედვის უფლებაც არ ქონდა. რა თქმა უნდა, მე ამის როცა ხედავ რომ სისტემა შენ წინააღმდეგ არის მომართული, სადაც თითქოს შენ გამარჯვება არ გიწერია და რაც მე ვახსენე ბიუროკრატიული აბსურდული აბსურდის თეატრი და კაფკა არ ვახსენე ყველა ზუსტად ისეა როგორც ამ გენიალურ ნაწარმოებში როცა ხარ ბრალდებული ოღონდ არ იცი რის გამო შესაბამისად ირანის ნაკრები შემდეგ უკვე დაუპირისპირდა ერთი ფრონტი თუ ეს რაც მე ჩამოთვალეს იყო მეორე ფრონტი უკვე უშუალო სტადიონზე იყო ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ იმ ტექნიკურად თამაშგარენ მდგომარეობა იყო არ იყო აუცილებლად არის ყველა შეთქმულების თეორიას აქვს გარკვეულწილად არსებობის უფლება და მე ამაში კიდევ უფრო დარწმუნდი და FIFA-ს ორმაგი სტანდარტები პირობითად რომ აი მაგალითად ერთი მხრივ ერთხელში უჭირავს დროშა რომ ჩვენ არა რასიზმს ერთი ფეგურს აერთიანებს ყველას, ფეგურს აერთიანებს ყველას და ეს სლოგანები ჩვევიათ მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ დისკრიმინაციულ მოპყრობას ირანის ნაკრებთან მიმართებაში და თქვენ მესმის რომ ხა ჩვენ საზოგადოებაში ბევრს არ აქვს სიმპათია ზოგადად ირანთან მიმართებაში, მაგრამ მაინც ცოტა თავზალარ დავატანოთ და ვეცადოთ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ მათ მდგომარეობაში, მათ აქვთ ემოციური ალბათ სრული განადგურება, იმიტომ რომ რაც არ უნდა გააკეთო, მაინც დამარცხებული ხარ. ისინი ჩემთვის პირადად, ჩემი მეგობრები გამარჯვებულები არიან, იმიტომ რომ მათ სტადიონზე ირბინეს ისრომეს ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად, მაგრამ საფრთხოდ ეს შედეგი არ დადგა და ალბათ ესე იყო გადაწყვეტილი დიდმა ძმამ, ორუელის დიდმა ძმამ ესე გადაწყვიტა. ხო, მაგას ჩვენ განვიხილავთ, რასაკვირველია, იმ დეტალებსაც და აუცილებლად ორივე გოლზე გაგამახვილებინებ ყურადღებას, რომელიც არ ჩათვალეს ირანის, ეს იყო პირველ შეხვედრაში და ჯგუფის და ეგვიპტის ნაკრებთან დაპირისპირებაში, მაგრამ ძალიან მინდა კითხო, როდესაც თქვა პირობითად აი ამ ვითარებაში აღმოჩენილი ფეხბურთელები, ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე. ამ შემთხვევაში ადამიანებზე ვსაუბრობთ, ვისაც ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ აი ამ ხელა მასშტაბის ტურნირზე ჩასულ მოთამაშეებს, რაც არ უნდა იქ ინფანტინოს გაეცა დაპირებები, მოკლედ ეს დაპირებები არ სრულდებოდა და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს უშუალოდ შენ მეგობრებთან, აი ამ ვითარებაში აღმოჩენილ მეგობრებთან ქონდა თუ არა სატელეფონო საუბრები და როგორი იყო მათი განწყობა, თორე ის რომ ეს ბიჭები გამოვიდნენ მოედანზე და ყველაფერი დადეს და იბრძოლეს, ჩვენ ნახეთ რა საკვირველია. რა გითხრათ, სატელეფონო საუბარი მქონდა, რამოდენიმესთან მიმოწერაც კი მქონდა და მათი განწყობა წინასწარ ისეთი იყო, რასაც ეხა მევყვები ზუსტად. ჯერ ერთი არ იცოდნენ, რომ ვინ მიდიოდა და ვინ არ მიდიოდა. ერთია, რომ შენ ელოდები წუთელის სიაში იქნები თუ არა, მეორე ელოდები ვიზას მოგცემენ თუ არა, მესამეა იქ შეგიშვებენ თუ არა და მეოთხეა რა დაგხვდება და მართლაც რა დაგხვდება. როგორ მოგექცევიან? და როგორ მოექცენენ სალკე განხილვის თემა, კიდე ხე ლოგისტიკური კოშმარი სრული, როცა შენ მაგალითად გაგფრენა და ამასობაში მიდიხარ აეროპორტში და თვითმფრინავი არ არის, გადის საათები მაინც არ არის, მე თამაშობ, აღდგენის საშუალება არ გაქვს, წმინდა პროფესიულად თანაბარ პირობებში გუნდები არ ყოფილან. და მაგიტო გავამახვილე მე პოლიტიკურ ასპექტზე და ზოგადად გეოპოლიტიკურ ასპექტზე ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვსჯელობთ იმაზე, რომ მაგალითად ფეხბურთი არის სპორტი და რა არის საქმება სხვადასხვა ფაქტორებს, ეს არის აბსურდი და აბსოლუტური წული დღეს არის ესეთი მოცემულობა და რაც რა თქმა უნდა მახინჯებს ფეხბურთს, არავის არ ეგონებს რომ მე ვარ ირანის რეჟიმის მხარდამჭერი, ამას მინდა ხაზი გაუსვა, მე ვარ პროფესიონალი ფეხბურთელი და ვაყენებ თავს ზუსტად იმ სიტუაციაში რა სიტუაციაში არიან ჩემი თანაგუნდელები თუ მეგობრები, ხო? შესაბამისად ისინი ჩემთვის გმირები არიან და დარწმუნებული ვარ ირანელი ხალხისთვისაც გმირები არიან, თუმცა არსებობდა ასევე კანადაში ირანელი ხალხის გარკვეული დიასპორა, რომლებიც პირობითად ეს ფსევდო პატრიოტები, ჩემთვის მე ამას შესაძლოა არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ჩემი ემოციურობაც გასაგები უნდა იყოს თქვენთვის, რომლებიც ძალიან დიდი ბულინგით, ფურთხებით და ასე შემდეგ ყვირილი და წივილი დახვდნენ ირანის ნაკრებს და ანუ ამ ბიჭებს საბოლოო ჯამში აი მაინც კარგად თუ გაგააზრებინო ლაშა მინდა
შენ ჩააყენო შენი თავი ერთი კონკრეტული პირობით მეხთით არემის ადგილას შენ ჩადიხარ ამ ეს პირობები გაიარე რაც მე ჩამოვყევი ტრიბუნებზე ხალხის სწვენა გესმის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლების ეხლა ნაცვლად იმისა რომ ხარდაჭერა ხო ხარდაჭერა აი ეს ხარდაჭერები ძალიან ბევრი იყოს თუმცა ეს ხარდაჭერები არ შეუშვეს ინფანტინო იყო ჩასული ირანში აღუთქვა მან რომ თქვენ მოხდებით ითამაშებთ ევროპის სოფლიო ჩემპიონატზე და ბოლოს რო კითხეს ინფანტინოს თუ რატო ჩააყენეთ მე მოусმინე ჩემი ხურით ინტერვიუ რატო მოხდა ირანის მსგავს პირობებში ინფანტინომ თქვა რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ თვარეზე ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე და პირობითად მადლობა თქვით იმისთვის რომ ირანი საერთოდ მონაწილეობს ამ სოფლიო ჩემპიონატზე ეს ახლა რამდენად ლეგიტიმური პასუხია ეს ალკე განხილვის თემაა ხო არ ვიცი ალბათ მოვა დრო როდესაც ძალიან ბევრი კითხვა ლეგიტიმური კითხვა დაისმევა FIFA-ს დღევანდელი პრეზიდენტის მიმართ და მათ შორის რასაკვირველია იქნება დამოკიდებულებების შესახებაც ეს კითხვები რომელიც არსებობდა თუნდაც ირანის ნაკრების მიმართ მოდი გადავიდეთ წმინდა საფეხბურთო თემატიკაზე ჩვენ გვაქვს გრაფიკული მონაცემები და იცი რა მეც ძალიან არ მიყვარს შეთქმულებებზე საუბარი და შორს ვარ ზოგადად და მაქსიმალურად ვცდილობ რომ თავიდან ავირიდო ფიქრიც კი ამის შესახებ იმიტომ რომ უბრალოდ ჩემში არ არის და მინდა რომ რაღაც ადამიანების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მქონდეს ამ შემთხვევაში მაგრამ იმ ყველაფერს რაც ჩვენ ვიხილეთ რაც ხდებოდა გიო ირანის ნაკრების ირგვლივ ხო მე პირველივე თამაშიდან მოყოლებული გამეშთა საბეჭდილება რომ ანალოგიური ჩემ და სამწუხაროდ როგორც ფეხბურთის ერთ-ერთი გულშემატკივრისთვის გადავიდა მინდორზეც მე გეთახმები ყოველთვის გავურბივარ იმას რომ მოდი სპორტში VAR-ი შემოვიდა და ძალიან კარგია ამიერიდან შეცდომები არ იქნება მე უკვე აღარ ვიცი რა შეიძლება იყოს შეცდომა და რა შეიძლება იყოს ნამდვილად სწორად მიღებული გადაწყვეტილება პირობითად ეს ხაზი გავლებული რომელიც არის ეს ეგვიპტის ნაკრებთან გატანილი ეს არის გრაფიკული გამოსახულება პირობითად არ ვიცი ხა ეს გრაფიკული გამოსახულება გაკეთებული არ არის გაკეთებული ფეხი დაგძელებული აქ ამაზე სხვადასხვა ჩემი აზრი კი არ არის ეს თვითონ ბიჭებიდან წამოვიდა ეს აზრი რომ აქ უეჭველად ფეხს დამიგძელებდნენ და ისე მოხდები თამაშგარები ეს არის აი ბოდიში კიდევ ერთხელ თუ შეიძლება რეჟისორს მინავთ ხო რომ მიუყვეთ თანმიმდევრულად პირველი გოლი როდესაც ძალიან მაგარი ჯარიმა შეუსრულეს და გაუთამაშეს ბელგიელებს აი ეს ეპიზოდი აი ამის გამო არის აქ დანიშნული თამაშგარი მდგომარეობა. რა შეგეკითხები ხომ შენ აქ შენ შეგიძლია 100%-ით ენდო ამ გავლებულ ხას ეხლა შეიძლება მე ძალიან შეთქმულების თეორიას ვამბობ მაგრამ არც უნდა ვამბობ მაგრამ მე ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ და მე არ ვენდობი მოკლედ რა ამ გავლებულ ხაზებს და ხო ზუსტად ეს საფუძველი ამის ეს მაინტერესებდა იმიტომ რომ აი ამ ფოტოზე კიდევ ერთხელ რო ვაჩვენოთ აი ამ გრაფიკულ ფოტოზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ გიო აქცენტი და ამიტომაც მინდოდა რომ შენ გაგეკეთებინა აქცენტი და მე აღვნიშნე რომ ირანელი ფეხბურთელი ამ შემთხვევაში იღებს სტარტს იმისათვის რომ დაიწყოს მისი მდგომარეობა სხეულის არის სტარტი იმისათვის რომ მოწყდეს ადგილიდან და გააკეთოს ის მოძრაობა რაც გააკეთა საბოლოო ჯამში და ამასთან თუ დავაკვირდებით ირანელი ფეხბურთელი გაცილებით უფრო მოედნის სიღრმისკენ არის აწეული ვიდრე ბელგიელი ფეხბურთელი თუ ფეხებს დავაკვირდებით. ანუ რეალურად ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატო შეიძლება და მე გამიჩნდა ეს კითხვა და მაქვს ეს კითხვა. როგორ შეიძლება ამ ეპიზოდში დაფიქსირდეს თამაშგარე მდგომარეობა. მე არ ვიცი ეს ეპიზოდი განხილული იყო თუ არა სადღაც მოვისმინე რომ თითქოს შეცდომა აღიარეს არ ვიცი ეს შესაბამის სიმართლეს თუ არა შესაძლოა არა მაგრამ იცი რა დავადანაშაულო თვალ იმ მიუყვე იმ შეთქმულების თეორიას რომ აი ყველანაირად გაწირეს და ვარმა განგებ შეცდომა დაუშვა ეს არ არის არ მაქვს ამის საფუძველი თქვა თუმცა მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება მე არ ვენდობი ბრმად და მაინც უკვე გამიჩნდა იმის ეჭვები და საფუძვლიანი ეჭვები რომ შესაძლოა იყოს ეს კულისებში გადაწყვეტილი ამბები აქედან გამომდინარე მე რაც ნახე რა დაატყდათ ამ ბიჭებს თავს ზოგადად აი ამ პერიოდში აღარ მიკვის არაფერი და სიმართლესაც ვიტყვი რომ სხვა თამაშებსაც უკვე დიდი გულისყურით აღარ ვადენებ თვალს იმიტომ რომ რაღაც აი ემოციურად ამან დამთქუნა დაიკარგა თითქოს ჩემთვის ეს ხიბლი მაგიტომაც 48 გუნდიან ჩემპიონატზე შე რომ მკითხე პირდაპირ გაგეცი ვახედ არა პასუხი კი ბატონო, აი ეს არის მეორე ეპიზოდი, აქაც ჩვენმა კომენტატორებმა და კონკრეტულად მინაშვილმა ახსნა რა ეპიზოდში დაინიშნა თამაშგარე მდგომარეობა, თუმცა აქ მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად წესებთან დაკავშირებით, აქ მე ვსაუბრობ იმასთან დაკავშირებით, რომ
აი ასეთი უმნიშვნელო ფეხის წვერის გაწევის გამო არ უნდა ფიქსირდებოდეს თამაშგარე მდგომარეობა. მოდი, იცი როგორ ჭრილში შევხედოთ გიო ამას. არა როგორც კონკრეტულად ირანის მიმართ დაფიქსირებული, ირანის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობა, არამედ ნებისმიერი სხვა ნაკრების მიმართ. ზოგადად რამდენად მისაღებია შენთვის აი ამ რამდენიმე 3-5 სანტიმეტრის გამო დაფიქსირებული თამაში. როგორც ფეხბურთელს ისე გეკითხები. ჩემთვის მისაღები არის. პირდაპირ ვიტყვი, რომ მისაღებია 1 სანტიმეტრის თუ თამაშგარი და იყოს თამაშგარი. მაგრამ მეორე ფაქტორია ეს რამდენად სწორად დგინდება, მდგენელი რა არის ამის. გესმით, ანუ არის ის ტექნოლოგია ისე გამართული რომ ეს დავადგინოთ ჩვენ. ეხლა თქვენ კადრი მანახეთ, სადაც პასის გაკეთების მომენტი არ ჩანს. თქვენ კადრი მანახეთ, სადაც ეხლა მე თარაზოთი ვერ დავდგები იქ და თარაზოთი ვერ შევამოწმებ თქვენი გავლებული ხაზი სწორია თუ არა თქვენ ოდნავ შეუძლით ამ ხაზს მიმართულებას, ხო? გრადუსი რო შეცვალოთ უკვე აღარ იქნება თამაშგარი. შესაბამისად ეხლა მაშინ უნდა ვენდო ისეთ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მხრივ მიდასტურებს იმას, რომ არ არის სამართლიანი. გესმით, ის რომ იყოს სამართლიანობის აპოლოგეტი და მართლა ამას ემპირიაში მიდასტურებდეს, მაშინ მე ვენდობოდი იმას, მაგრამ აი ხა უკვე მაქვს რა შეთქმულების თეორიის გარკვეული საფუძველი ჯეროდეს. კი ბატონო, კარგი, ჩვენ მქონდა წინასწარ საუბარი იმის შესახებ, რომ ამ სწორედ ამ თემებზე უნდა გავუკეთებინა აქცენტი. მე არ მინდა შენზე მინდა დაგღალო კიდევ ჩვენ ვისაუბრეთ ჩემთვის, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო შენი აქცენტები ირანის ნაკრების ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამაზე მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ თუ რამის დამატება გსურს სიამოვნებით მოგისმენ ირანის თემასთან დაკავშირებით, ირანის ნაკრების თემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ხა მე ყველაფერი თქვი არც ამ თემების დრამატიზირება არ მინდა მე უბრალოდ ჩემი ემოცია გამოხატე მხოლოდ იქიდან გამომდინარე რომ ჯერ 10 წელი გავატარე დაახლოებით ამ ქვეყანაში მეორე მხრივ კიდე ეს ბიჭები არიან ჩემი ახლო მეგობრები შესაბამისად გარკვეული სიმპათია გამაჩნია და ვერ ვიქნები გულგრილი ამ თემასთან დაკავშირებით და მე მაინტერესებს უბრალოდ აი როგორ გააგრძელებენ შემდეგ თამაშებს ისინი იმიტომ რომ როცა ხედავ აი ამ სისტემურ ბრძოლას შენ წინააღმდეგ, ალბათ უნდა გაძლიერდი უფრო და როგორც მათ ითამაშეს, არც ერთ თამაში არ წაუგიათ ჯერ აქედან დავიწყოთ და ყველა თამაში მოსაგები ჰქონდათ, აი წმინდა საფეხბურთო შეფასებებით რა, ბელგიასთან თამაშის მოსაგები ჰქონდათ, ეგვიპტესთანაც მოსაგები ჰქონდათ და ახალ ზელანდიასთანაც მოსაგები. ახალ ზელანდიასთან კიდე შედარებით ინდეპენდენტულად ითამაშეს, მაინც საწყისი იყო და ნერვიულობდა შესაძლოა, მაგრამ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ფეხბურთში ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ვარჯიშს მნიშვნელობა აქვს და შენ როცა ეს ყველაფერი გამოიარე, ჩახვედი იქ იმგზავრე 8 საათი შესაძლოა, ხო? იქ ელოდე აეროპორტში. თქვენ ხუმრობა გეგონოთ ეს მექსიკიდან ამერიკაში აეროპორტში შეყოვნება, იქ მე ვიზების ვიზა რა იყო გამშვები საპასპორტო, საბაჟოს გავლა, რა თქმა უნდა, საპასპორტო კონტროლი და ისეთი, ხო? დარწმუნებული ვარ იქ ყველა შეყონდა და ყველა შეექმნა ეს პრობლემა. შესაბამისად მეც ვეღარაფერს ვეღარ ვიტყვი ამაზე, წარმატებებს ვუსურვებ მათ. კი ბატონო, მოდი რახან შენ წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით ჩამოთვალე ირანის ნაკრების მიერ ჩატარებული შეხვედრები, მაინც კითხავ საფეხბურთო მიმართულებით, ვიცი რომ განსაკუთრებულად თავადაც აღნიშნე არ ახარ ჩართული მსოფლიო ჩემპიონატის რაღაცა თვალის დევნებაში, მაგრამ ნანახიდან გამომდინარე ვინ მიგაჩნია მაინც ფავორიტად, რომ ამით დავასრულო შენთან საუბარი. ყველა თამაშისთვის ნამდვილად არ ვიყურებია უყურე ფავორიტების თამაშს. მომეწონა საფრანგეთი და ვფიქრობ საფრანგეთი არის ფავორიტი და ალბათ ესპანეთი ხა რაღაცა სასწაულს ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებ ეს ორი გუნდი არის რომლებიც დღეს ნამდვილად კარგად გამოიყურებიან და ნახოთ არ ვიცი კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ასე გვიან ღამით ხარ ჩვენთან ტელევიზიაში, ხარ პირდაპირ ეთერში და საუბრობდი ძალიან საინტერესო თემებთან დაკავშირებით. მადლობა და წარმატება. გისურვო, გიორგი გველესიანი იყო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი და რასაკვირველია, მას ძალიან დიდი მადლობა.